ახლა უნიჭიერესი და ულამაზესი გოგონა შემობრძანდება ჩვენი შოუს სტუდიაში. გთხოვთ შეეგებოთ ანა უზნაძე. მოდი გენაცვალე. ანა მოგესალმებით შემო ძირფასო. ძალიან მიხარია რომ დღეს გმასმინძლობ და შენ იცი რომ მე სულ პატარა ასაკიდან გულშემატკივრობ, აი რა ვიცი, სად ნორჩი შემსრულებელი იყავი, მაშინვე გამოირჩევოდი შენი განსაკუთრებულად ცეთი სერიოზული დამოკიდებულებით სიმღერის მიმართ და დიდი სიყვარული, სითბო და პატივისცემა იგრძნობოდა ჩვენი სასიმღერო ტრადიციების მიმართ, რაც ყველაზე უფრო დასაფასებელია და როგორ მიხარია რომ აი ეს ხაზი შენს ცხოვრებაში და შენს შემოქმედებაში გრძელდება, მაგრამ ვინაიდან რამდენიმე წელია შენ ჩემთან არ ყოფილხარ სტუმრად, მითხარი რა ხდება შენთან ახალი და მოგუთხროთ ამის შესახებ ჩვენი შოუს მაყურებელს. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა, მუსიკა და ხელოვნება ზოგადად. დიდ პატივისცემ და რამდენიმე წელი არის თქვენთან არ ყოფილვარ და მიხარია რომ ისევ გესტუმრეთ. სიახლეები არის, რა თქმა უნდა, ნუ მეც გავიზარდე, თუმცა ჩემი სიყვარული არ შეცვლილა მუსიკის მიმართ. ვაგრძელებ ისევ ქართული სიმღერის სიყვარულსაც და არა მხოლოდ. სიახლეები მაქვს ბევრი მუსიკის თვალსაზრისითაც და ხელოვნებაში ცალკე თეატრალურ ამბავშიც უკვე. აი მითხარი, ვიცი რომ თეატრალური ხელოვნებით სერიოზულად დაინტერესდი. კი ბატონო. ნუ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მუსიკა შეუცვლელი, ასე ვთქვათ, რაღაც არის ჩემთვის, მაგრამ ბოლო დროს დავინტერესდი თეატრალური ხელოვნებით, რაც ძალიან შევიყვარე ასევე და ძალიან ასე ვთქვათ, ახლოს მივიტანე ეს ხელოვნებაც და ნახოთ მომავალში რა იქნება და როგორ იქნება, ვფიქრობ რომ ამ გზით წავალ. ანუ ეს კიდე რომ შენს პროფესია დაქციო. კი ბატონო. აქვე მინდა წარმატებები გისურვო. ახლა თავარია თეატრალები ხვალ წაგვართმევენ შენ თავს ბოლომდე მუსიკოსებს თუ შეათავსებ ამ ორივე მიმართულებას. ერთი მეორეს მგონი ხელს არ კი, მით უმეტეს პირიქით შეავსებს დარწმუნებული ვარ და იცი რა არის შენ ძირითადად ხედავენ ხოლმე გიტარით ხელში, როდესაც მღერი და მღერი მშვენივრად, ნამდვილად მითხარი სხვა ინსტრუმენტებთან თუ მეგობრობ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს მიმართულებაც გააქვს ასე. სხვათა შორის გიტარა არ ყოფილა პირველი ინსტრუმენტი, რასაც შევეხედა, რასაც ვისწავლე დაკვრა. პირველი ინსტრუმენტი ჩემთვის იყო ფორტეპიანო, ალბათ როგორც ძალიან ბევრისთვის. ფორტეპიანო მაზიარა ზოგადად ინსტრუმენტის ხელოვნებას, რასაც ქვია და შემდეგ უკვე სიმებიან ინსტრუმენტებზე რომ გადავედი, პირველი გიტარამდე იყო უკულელე, პატარა ზომის, გიტარის მსგავსი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან მომეწონა და შემდეგ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომ გიტარაზეც მაინტერესებდა, როგორ ჟღერდა, ასე თქვა, სხვადასხვა აკორდები და ვისწავლე დაკვრა გიტარაზეც. გიტარა ვახსენეთ ბოლოს და მოდი ვთხოვ ჩემს ასისტენტებს რომ შემოვგვაწოდონ შენი გიტარა, აქვე მიკროფონებსაც მოვაწყობ და რა სიმღერას შეგვისრულებ დღეს აქვე ცოცხლად ჩვენ შოუში. მე შეგისრულებთ ალუბლის რტოს. გოგიცავადი შესანიშნავ სიმღერას. აბა გთხოვ შემოგვიყვას. ალუბლის ხერომ შემოკვდა გუში და მოგარძალებით დავიდახარა აშრიალდა და გაზაფხულიო მე და შენ ასე შემოგვახარა ალუბლის ხესა რომ მოსტეხეთოდი მითხარ სახსოვარა დიდხანს ადარი ვიპასუხე დარხმობის ნიშნად თეთრი ყვავილი შემომაყარე ალუბლის ხესა რომ მოსტეხეთოდი მითხარ სახსოვარად დიდხანს ადარი
დიდი მადლობა სტუმრობისთვის, უნიკიერეს ანა უზნაძეს, წარმატებები უსურვოთ მას.